მოგესალმებით მეგობრებო, შეგახსენებთ ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა მოხდება თუ არა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან შეხვედრა ან შერიგება, სადაც არის კონფლიქტი, სადაც არის გაურკვეველი სიტუაციები, ნახოთ ეს პაუზა დასასრულია თუ სად წაგვიყვანს ენერგიები უახლოესი ტენდენცია. ავიღოთ ორი თვის ტენდენცია. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არა აქვს მნიშვნელობა როდის ნახავთ მეგობრებო და მაშინ დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? და რა ენერგიებშია. ახალი კონტრაქტები, ახალი საბუთები, აქ რაღაცა ღალატის ენერგია მოდის, რაღაცა საქმე არ გამოუვიდა მეგობრებო. შესაძლებელია ეს იყოს ვიზა, საბანკო ანგარიშები და ასე შემდეგ. საქმე ვერ დაგვირგვინდა, ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ იყო ღალატი. კი ბატონო, აქ მოლოდინი ჰქონდა სოლიდური თანხების სამწუხაროდ ის არ მოხდა, ვერ მიიღო. ვერ მიიღო, იმიტომ რომ რესურსები არის ფინანსური რესურსები სასწრაფოდ მოსაგვარებელი მის ცხოვრებაში, რომელსაც ვერ აგვარებს იმპერატორი. იმპერატორი საკმაოდ რთული ხასიათების მატარებელი პიროვნებაა, თავისებურია ძალიან, თავის წესები და კანონები აქვს, არ უყვარს ოდესაც სიტუაციას ვერ იმორჩილებს, ან მის ირგვლივ ხალხს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის პარტნიორი, მეუღლე, დედა თუ ასე შემდეგ. აი დღესდღეობით იმდენად შეგოჭრულ სიტუაციებში და იმდენად გაურკვეველ სიტუაციებში რაღაცა დოზით ეს შეგვეძლebები მისი ფანტაზიის ნაყოფიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობები ძალიან ბევრია დღესდღეობით მის ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ თქვენზე რას ფიქრობს ახლა ამ გადმოსახედიდან. რას ფიქრობს თქვენზე ამ გადმოსახედიდან? აქ მესამე პირების ჩარევა მოხდა დიდი ალბათობით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩარია, თუ ის ქორწინებაშია ჩარეულია მისი მეუღლე და ოჯახი, თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ მისი ძირი ოჯახი, ესე შემიძლია ვთქვა, დედა, მამა და ასე შემდეგ. მესამე პირების ჩარევის გამო მოხდა არევა თქვენი ურთიერთობის თუ სიტუაციების და მოხდა კონფლიქტი, გაურკვეველი სიტუაცია. აი ამას ფიქრობს. გრძნობები თუ გაქვს? თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ამ ადამიანისთვის, მაგრამ იმდენად მძიმე ენერგიებში აღმოჩნდით ბოლო პერიოდი, განსაკუთრებით გამძაფრებული, შესაძლებელია 10 თვე იყოს, მინუს პლუს იქ რაღაცა პერიოდი კიდევ, ნახეთ, აი ამ 10 თვის ტენდენცია არის საკმაოდ მძიმე ენერგიები. რაღაცა უზარმაზარი ტვირთი აქვს მოჭიდებული, რომლის პასუხისმგებლობაც აიღო და უნდა მიიტანოს დანიშნულების ადგილას. ამის გამო მოხდა ბევრი რაღაცის განვლილება თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს პაუზა აუცილებელი იყო როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის. ის ცოტა ხანში მზად იქნება გადმოდგას ნაბიჯები და მოდი ვნახოთ, მოხდება თუ არა თქვენი შეხვედრა, კი ბატონო, შეხვედრა. აუცილებლად მოხდება, თუ ის გზა აქვს გამოსავლელი, აუცილებლად გამოივლის ამ გზას მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილომეტრი ხართ ერთმანეთისგან დაშორებულები, ის უბრალოდ მონდომებული იქნება, შეცვალოს ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ენერგია მოდის თასებით, მოდის როგორც პატარა ბავშვი, ძალიან ემოციური, ძალიან მონდომებული, შესაძლებელია მცირედი საჩუქრითაც მოვიდეს მეგობრებო, მაგრამ ცოტა ხანი